მოგესალმებით მეგობრებო. ეთერშია პროექტი ვერიტას. მე მისი წამყვანი ირაკლი მეფარიშვილი დღეს გთავაზობთ ზაზა ბიბილაშვილს, ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელს. ზაზა მიხარია რომ ჩემთან ერთად ხარ. დიდი მადლობა რომ მომიწვია. ზაზა მე მინდა ვისაუბროთ საქართველოში შექმნილ ვითარებაზე, მაგრამ ამ დისკუსიას კონდეს რაღაცნაირად უფრო თეორიული განზომილება. მინდა ვისაუბრო რა სისტემას და რა რეჟიმში ვცხოვრობთ ახლა ჩვენ. რაღაცა თითქოს ესეთი კონვენციური ცნება არის აი ამ რეჟიმის კლასიფიკაციის განსასაზღვრად, როგორც არის ავტორიტარიზმი, მაგრამ აი ამ ზოგად ავტორიტარიზმში შეიძლება ძალიან რაღაცა სპეციფიურ უცნაურ ფორმასთან ჩვენ გქონდეს საქმე. და ეს ზოგადი კლასიფიკაციაც ჩემი აზრით ანალიტიკურად რაღაცა ისეთ დიდ კლასტერში გვათავსებს, რომელიც შემდეგ მშენებლობაში არასწორ მიმართულებებში მიყვავს, იმიტომ რომ თანამედროვე ახლა არსებულ ამ ავტორიტარიზმს ძალიან რთულია მოუძებნო ისეთი ანალოგიები, სადაც ძალაუფლების მფლობელი ადამიანი ხელისუფლებაში არ არის. ცოტა ესეთი ანალოგიები, რაღაცა უფრო პატარა მიკროსისტემებში, მაგათაც სიცილიაში როცა იყო, ლიბიაში იყო და კადაფი, აი ხის განმავლობაში და რა ვიცი, მე ჯამახილიას ვეძახდი ამ სისტემას. ეს კადაფიც ხომ იყო მაინც არა პოლიტიკურ სისტემაში და ის ვინც მანამდე იყო პოლიტიკურ სისტემაში და შემდეგ გავიდა უფრო დიდი პოლიტიკური ასე თქვათ დრო ქონდათ მართლობის და კიდე ფორმალურად რაღაცა ერთი წელი, მაგრამ ეს ერთი წელი კი არ არის იმდენად განსასაზღვრელი, რამდენადაც აი ეს თვისებრივი მახასიათებელი, რომელსაც შეიძლება ანალოგია არ ქონდეს და პლუს ამას ამ ავტოკრატიას აი იდეოლოგიური საფუძველი რა აქვს, აი რას აკეთებს და რას აშენებს, იქ დეკლარირებულად რაღაცა მტრები ქონდა და ეს მტრებიც თითქოს და მეორდება ყველა კლასიკურ ავტორიტარიზმში, იქ ან ამერიკას ებრძვიან ან რაღაცას ებრძვიან. რაღაცა ძალიან უცნაურ რაღაცას არ ასაშენებენ, ან მე მარცხენია, ან მე მარჯვენია. ძალიან პოსტმოდერნული ავტორიტარიზმია ეს ავტორიტარიზმი. მოდი აი ამაზე ვისაუბროთ. შენ როგორ დაახასიათებ? როგორ სისტემაში ცხოვრობ ჩვენ? ხო, მე თეორიული მსჯელობა მიჭირს ხოლმე, მაინდა-მაინც არ ვარ მაგაში გაწაფული, ვინაიდან ტვინი რაღაც პრაქტიკულად ამაკის მოწყობილი, იურისტი ვარ, პრაქტიკოსი და ყოველთვის ვცდილობ პრაქტიკული გამოსავლის პოვნას ყველაფერში და ეს თეორიული შეფასებები ხშირად მგონია რომ აგვაცდენს ხოლმე ჩვენს ძირითად საზრუნავს, ხო? ან ძალიან გაგვიტაცებს ხოლმე ზედმეტად ეს მსჯელობები, ტერმინები, სხვათა შორის ძალიან დიდი ნაკლი აი ამ დასავლური დემოკრატიული სისტემის, რომლის ნაწილობრივ დამსახურებითაც აღმოჩნდით იქ, სადაც ჩვენ დღეს ვართ, არის ის, რომ აი ზედმეტად ბოდიში და აი რა სიტყვა ვიხმარო, არ ვიცი, მაგრამ ნუ აწვალებენ რა, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ რა ვიცი ახლა, ნუ აი თუნდაც პროპაგანდა ავიღოთ. ანუ იყო ესეთი ტერმინი პროპაგანდა, ყველასთვის გასაგებია რაზე გვაქვს საუბარი, ხო? მერე შემოვიდა დეზინფორმაცია, მერე შემოვიდა misinformation, მერე შემოვიდა information manipulation, მერე შემოვიდა information threat. ინგლისურად ვიყენებ, იმიტომ რომ აი ამაზე ვიღაც დეპარტამენტები, ვიღაც ტიპების ხედან, ამაზე ფიქრობენ, მუშაობენ და აი რამდენიმე თვის მუშაობის შედეგად იტყვიან, რომ ჩვენ ახლა misinformation and disinformation კი არ უნდა გამოვიყენოთ, უნდა გამოვიყენოთ information threats. ამაში ხარჯება ფული, დრო და ამას რო უყურებს პუტინი, ამას რო უყურებს ივანიშვილი, ნუ ეცინებათ, ანუ ეს არის ჩვენი სისუსტე, ეს არის მიამიტობა, ეს არის გაფლანგული დრო, არაფერში, ტყუილად, თვითმიზნურ წვალებაში დახარჯული დრო, რომელიც წავიდა ჩვენი მტრის გაძლიერებაზე სინამდვილეში, ხო? ამიტომ მოდი პირდაპირ ვიტყვი მე აქტიურ პოლიტიკაში, ასე ვთქვათ, აქტიურ მოქალაქეობიდან გადავედი 2013 წელს და ბევრი მეკითხებოდა მაშინ, რომ რა ძალა გადგია, ხო, 2013 წელია მთელი საქართველო ეიფორიაშია, ანუ უმეტესობა ყოველ შემთხვევაში ადამიანების, რომ აი ესეთი მდიდარი მეცენატი შეიძლება ძალიან ჭკვიანი არ ჩანს ეს კაცი, მაგრამ ესეთი კაცი მოვიდა, რომელიც ასეთ რაღაცებს გვპირდება, ჭყალებში სისხლიანი რეჟიმი დასრულებულია, შენ წარმატებული ტიპი ხარ, არაფერი არ გჭირდება წინა ხელისუფლებასთან, არაფერი არ გაკავშირებდა საერთოდ და ამ დროს შაჰიდის კამარს იცვამდა, მოდიხარ და წინ გვიდგები, ხო? ერთი მარტივი პასუხი მქონდა ამ ყველაფერზე, იმიტომ რომ მე მეორე მხარეს ვხედავ რუსეთს.
გასაგებია ყველაფერი, ხო, იგივე ზურას მინდა მივესალმო, არ შეიძლება რომ მივესალმო გიჩიტების ეთერში ვარ, მაგრამ აი ზურასთანაც გვისაუბრე რაღაც ეკონომიკურ პოლიტიკაზე, რაღაც ლიბერტარიანული ხედვები, მენდუქიძის პოლიტიკა, მემარჯვენე, მემარცხენე, ასევე ახსენე, ხო, ანუ ვინ არიან ოცნების რეჟიმის წარმომადგენლები, ესეც საინტერესოა, ვინაიდან დაიწყეს როგორც ვითომ მემარცხენე პოპულისტებმა და დღეს გახდნენ ულტრამემარჯვენე პოპულისტები, იყვნენ ევროპელი სოციალისტების ოჯახში, იქიდან პანგურით გამოაგდეს და ეხა სად არის აღმერთმა უწყის, მაგრამ ნუ ფაქტია რომ ჩემთვის პრობლემა ამათთან მიმართებაში მაინდამაინც ის კი არ იყო რომ უვიცები იყვნენ, არაკომპეტენტურები იყვნენ, ხარბები იყვნენ, ნომენკლატურა იყო, წითელი ინტელიგენცია იყო, ქურდული სამყარო იყო, კიდე რომელი ერთი ვახსენო რაც მანკიერება არსებობს ჩვენ ქვეყანაში, ჩვენ საზოგადოებაში, ჩვენს ისტორიაში ყველაფერი ერთად, არამედ ის რომ რუსები იყვნენ, ანუ ამ ყველაფრის უკან მიღმა იდგა რუსეთი. და ეს იმთავითვე თვალსაჩინო იყო, რაც აი ყოველდღიურად უფრო და უფრო ნათელი ხდება, უკან რომ ვიხედებით, ადამიანები ზოგი უხერხულობის გარეშე მოშინება, როგორ ვერ ხედავდით ამას. ან თუ ხედავდით, რატომ არ ვიმჩნევდით ამას. ხო და აი მოდი ასე ვთქვათ რა, რაში ვცხოვრობთ, მარტო ის კი არა რომ ავტორიტარულ რეჟიმში ვცხოვრობ, მარტო ის კი არა რომ ერთი უბირი ოლიგარქის, უვიცი ოლიგარქის, ხო უვიცი ამ შემთხვევაში აუხსნე ამასაც ცალკე, მაგრამ ნუ აი ამ ოლიგარქის სისტემაში რუსულ რეჟიმში ვცხოვრობ, ჩვენ რუსეთის დანამატი ვართ ჩვეულებრივი, ხო, აი რუსაი რო იძახიან მეორე ფრონტი არ გვინდა, მეორე ფრონტი კი არა, პირველი ფრონტის ნაწილი ვართ, რომელსაც აი იმ პირველი ფრონტისა, რომელსაც რუსეთი აწარმოებს დასავლეთის წინააღმდეგ. ხო, უბრალოდ უკრაინაში ეს ხდება სხვა ფორმით და საქართველოში სხვა ფორმით, მაგრამ მიზანი ორივეგან არის ამ ტერიტორიიდან, ამ გეოპოლიტიკური სივრციდან დასავლეთის განდევნა. და აქ რუსული ჰეგემონიის სრული აღდგენა. საქართველოში ეს წარმატებული პროექტია, შემდგარი პროექტია. ანუ ჩვენ როცა ვსაუბრობთ, რომ ევროპაში ვერ შევალთ, უნდა გავაცნობიეროთ, რომ ევროპაში ვერ შევალთ კი არა. დღეს მდგომარეობით რუსეთიდან უნდა გამოვიდეთ ჯერ ისევ. მანდ დე ფაქტო მანდ ვართ. რუსეთი საქართველოს სრულად აკონტროლებს. აი ყველაფერს, თვითმმართველობებს, ხელისუფლების სამივე შტოს ცენტრალურ დონეზე, იმ საკვანძო ადგილებს და ნიუანსებს, როგორიც არის უშიშროება, უსაფრთხოება და ასე შემდეგ, რაც მას აწუხებს, ხო? ყველა აი ამ დეტალს, ყველა აი ამ მიმართულებას რუსეთი სრულად აკონტროლებს. ამიტომ ჯერ ამის გამო უნდა გავითავისუფლოთ თავი და მერე ვილაპარაკოთ იმაზე, აი როგორი ტიპის დემოკრატია გვინდა, ხო? ან როგორი ტიპის ეკონომიკური მოდელი გვინდა. გერმანული ან შვედური თუ ცოტა უფრო ისეთი თავისუფალი ბაზრის. ხო, ეს შეიძლება წაფუფუნებისაგან იყოს უკვე ასეთ თემებზე რომ დავიწყებთ დებატებს, მაგრამ მე რაც მაწუხებს ის რომ ამ რეალობის შესაქმნელად აქ იყო რაღაცა ერთგვარი მოწყვლადი ჯგუფები, განწყობები, ანუ როცა ჩვენ რუსეთის გავლენას ვარაუდობთ ან კონკრეტულად ხედავთ, იქვე გვაქვს სხვა მაგალითები, სადაც ეს რუსეთს არ ქონია არანაირი განსაკუთრებული ეფექტურობა, აი რომ მაგალითად მივაწეროთ მას, რომ ესეთი ძალიან ჭკვიანური ჰიბრიდული ომის მთელი სტრატეგია და განყოფილება აქვს, სხვაგან ესეთი ეფექტურობა არ აქვს და აღმოჩნდა აქ ძალიან ეფექტური. სხვაგანაც ქონია, ხო, ამ ეტაპზე ჩვენთან აქ კი. ხო, სხვაგან ქონია ეს მცდელობა ინფილტრაციის. ამ ინფილტრაციას ბევრად უფრო სერიოზული წინააღმდეგობა შეხვდა, როგორც ხალხისგან, ასევე პოლიტიკური სისტემისგან, მაგრამ აი აქ ინფილტრაციის დანახვის უნარიც კი ძალიან ბევრს არ აქვს. ანუ აი ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა, რომ ფილოსოფიურ კრიზისშიც კი ვართ, რომ სიმართლე, რომელსაც მე და შენ ვხედავთ, ამ სიმართლის დასამტკიცებლად ძალიან ბევრი ფსევდო რაღაცა ინტელექტუალური სტრუქტურები, რომელიც აი იმ შემსწარ ადამიანს მაგალითად აქვს, აი ამერიკას გადახედე, იქით იმას გადახედე, აქით ამას გადახედე, აი თითქოს რაღაცნაირად ისე შეიქმნა გარემო, რომ ადამიანი, რომელიც სრულ დეზინფორმაციულ რაღაცა სისტემაში არსებობს, მისთვის არსებობს რაღაცა ხელმოსაჭიდი რაღაცები. ჩვენს რეალობაში, აი რომ გავანალიზოთ, რა იყო ისეთი, რომელმაც დაახვედრა თუნდაც რუსეთს აი ეს ინფილტრაციის შეღწევის ნოყიერი ნიადაგი, შენ როგორ ფიქრობ? ამ არხზე გირჩიტივიზე ჩემი მეგობრების შემოთავაზებით და ჩემი სურვილით, რა თქმა უნდა, ჩვენი ერთობლივი ნება იყო, რომ ქონოდა პროექტი, რომელიც მგონი ერთი წელი გადიოდა ეთერში, ეს იყო მეხსიერება. რა ჩვენ გვჭირდება, რა ჩვენ გვჭირს, რა ჩვენ არ გვაქვს სამწუხაროდ, არის მეხსიერება. ხო.
პატარა ვიყავი და ჩემ ქვეყანას ნანა კაკაბაძე და გოგა ხაინდრავა ანგრევდნენ. ხო 35 წელი გავიდა და ისევ ნანა კაკაბაძე და ისევ გოგა ხაინდრავა ანგრევენ ამ ქვეყანას. რატო? იმიტომ რომ იმის მეხსიერების ელემენტარული ჰიგიენა არ აქვს, რომ გვახსოვდეს კაცო ეს ის არ არის, ვინც აი ეს გააკეთა და ასე შემდეგ. არ გვაქვს ამის მეხსიერება, არ გვაქვს ამის კულტურა, მეტიც, ანუ როდესაც ჩვენ საუბრობთ ამაზე, ხო ძალიან ხშირად ჩვენივე ფლანგიდან გვეტყვიან, რომ აი რატო უჩხიკინებ ისტორიას, რატო იჩხრიკები წარსულში. და არ ესმის ძალიან ბევრს, რომ წარსულში ჩხიკინი კი არ არის ეს და ჩხრეკვა. არამედ ეს არის ჩვენი აწყოს და მომავლის სიჯანსაღისთვის საკვანძო მეცადინეობა, ხო? ანუ ამის გარეშე, რომ აი გვახსოვდეს გუშინ ვინ იყო, ვინ რა გააკეთა, ვინ რა ელაპარაკა, ჩვენ წინ ვერ წავალთ. ვინადან იგივე ბომბებზე აგვაფეთქებს რუსი. და ეს ხდება, ანუ რუსს შრომაც არ უწევს, ახალის მოგონებაც არ უწევს, ახალი აგენტის პოვნაც არ უწევს ხშირ შემთხვევაში. ერთი და იგივე ტიპები, ერთი და იგივე კლიშეებით, ერთი და იგივე ხაფანგში გვაგებენ და ერთი და იგივე ბომბზე გვაფეთქებენ, ხო? არ გვახსოვს და იმიტომ. და როდესაც ჩვენ ამას უპირისპირდებით, ამას ჩვენივე ფლანგიდან, ვიმეორებ, ჩვენივე ფლანგიდან ძალიან ბევრი ოპონენტი უჩნდება. რატო? ანუ შემოგდებული თემაა, რომ თბილისი იყო ურთიერთობა, საქართველო არის ურთიერთობა. ანუ თითქოს ურთიერთობა ნიშნავს, რომ ის აშკარად ავივიწყოთ, რაც ჩვენთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. აი ამაზე დგას რუსეთი საქართველოში, დგას დავიწყებაზე. ხა კიდე ერთი რაღაცა არის, რუსეთში არის რაც არის იმპერიული ცოდნა დაპყრობილი ერების შესახებ. მათ აქვთ, არ ვიცი, ოდესღაც აუხრანკა იყო, მერე NKVD თუ ჩეკა, მერე KGB, დღეს GRU, SVR და FSB აქვს, სადაც არის ცოდნა იმაზე, თუ რა ფსიქოტიპებთან აქვს საქმე. ხო, აი ქართველის შემთხვევაში რაზე რეაგირებს ქართველი? როგორ შეიძლება ქართველის აგდება? რა თემებით? როგორი ტიპის манипуляციით? რომ აი რა ფსიქოტიპის ხალხი ვართ, ხო? ჩვენ ხო გვიყვარს რაღაცეების თქვენ გუშინ გამოვიდა ისა პრეზიდენტს რო ეძახიან. და რაღაცაზე ილაპარაკა, რომ ქართველი კაცის ხასიათი, სინამდვილეში ქართველი კაცის ხასიათი რა არის, ჩვენზე კარგად იცის რუსმა. და ის რომ ყავილაშვილი მიხეილ დღეს ეგრეთ წოდებული პრეზიდენტია, ზუსტად იმის შედეგია, რომ რუსმა კარგად იცის, როგორ მოახდინოს ჩვენი манипуლირება. რომ მოახერხა, რომ აი ეს ადამიანი დღეს ფორმალურად ზის პრეზიდენტის სკამში. ხო, წარმოუდგენელი რაღაცაა, უბრალოდ რომ დავფიქრდეთ, მიხეილ ყავილაშვილი. არანაირ ეპითეტს არ გამოვიყენებ, ხო, ანუ მის ხელმოწერა რომ ვნახოთ, მე მგონი ყველაზე კარგი ეპითეტია მისი. ეს კაცი რომ ითვლება რომ არის საქართველოს პრეზიდენტი, ეს არის დასტური იმისა, რომ რუსი ძალიან კარგად манипуლირებს ჩვენი ფსიქოტიპით, ჩვენი საზოგადოების და ეთნოფსიქოლოგიის და მენტალობის ცოდნით. ჩვენ თვითონ არ ვიცნობთ ისე კარგად საკუთარ თავს, როგორც რუსი გვიძნობს. ანუ ეს ეგენი, აი ეს. ბევრი რაღაცა, ძალიან ბევრი რაღაცა არის, მაგრამ ვიმეორებ ამაზე საფიქრალად, ამის გამოსასწორებლად ჩვენ გვჭირდება ფიქრი, ხო, ანუ კითხვების დასმა. რაღაც დოგმების შენჯღრევა, რაღაც ტაბუების გალღობა. თუ პირიქით ტაბუების შენჯღრევა და დოგმების გალღობა, არ ვიცი, მაგრამ ხო, ანუ ის რომ აი რაღაც ბანალობებს რო გთავაზობენ, რომ ქართველი კაცი ოდითგანვე ასეთია, ხო? კითხვა უნდა დავსვათ, იქნებ ოდითგანვე ეგეთი არ ვართ, იქნებ აი გუშინ ჩაგვაგონეს, რომ ეგეთი უნდა ვიყოთ. ან ოდითგანვე ეგეთი თუ ვიყავით, იქნებ ეგ არის პრობლემა და ეგ არის მიზეზი იმისა, რომ დღეს ჯერ კიდევ ვერ ამოვსულვართ აი ამ ჭაობიდან, რომელშიც ვართ, ხო? ანუ იქნებ რაღაცეები უნდა შევცვალოთ. კითხვა უნდა დავსვათ, რასაც ვაკეთებ, სწორად ვაკეთებთ? რაც გვიკეთებია, სწორად გვიკეთებია? ანუ ჩვენ ისტორიას რო გადავხედავთ, ხო? ყოველთვის არის აი რაღაცა გვაკლდება. ხან ვიღაც ღვალატობს, ხან თავში აგვივარდება და ბოლოში წავაგებთ. აი სულ რაღაცა ოდნა გვაკლია, აი 2003-2012 წელს რაღაც დაგვაკლდა, ხო? თითქმის გავახციეთ. 91 წელს დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ. და საქართველო იყო ერთ-ერთი ყველაზე უფრო მეწინავე სახელმწიფო ეკონომიკურად ყოფილ საბჭოთა ბლოკში. რომ არ მომხდარიყო გადატრიალება, სამხედრო გადატრიალება პუტჩი, საქართველო 90% ალბათობით თუ მეტით არა მოხვდებოდა ნატოს და ევროკავშირის გაფართოების 2004 წლის ტალღაში. ანუ ის რომ საქართველოში 91 წელს მოხდა სამხედრო შეიარაღებული გადატრიალება, გახდა მიზეზი იმისა, რომ რუსებმა აი ჩემდეგი 13-14 წელი მოიგეს.
მერე გამოვყავით ცოტა ამოვწიეთ თავი, ამოვისუნთქეთ, ამოვედით ჭაობიდან და მერე 2012 წელს ისევ შეგვისრულეს, ხო? ეხლა ისევ ვართ იმ ვითარებაში, როდესაც კინაღამ შევედით ევროკავშირში. აი ზღულბზე ვართ, ხო? და რუსეთმა თავზე დაგვასვა ივანიშვილი, აი ეს გაუგებრობაც არა, გასაგები ნაგავი, რომელიც დღეს რა ვიცი, არც მინდა რამე მაგათ უწოდო, მაგრამ და აი ამის წყალობით იგებს კიდევ შემდეგი თაობის ცხოვრებას. ანუ აი ჩვენ თვალწინ ახლა იმიტომ რომ ვართ სულსწრაფები, მაპატიეთ, მაგრამ ხანდახან რაღაცებს ვერ ხედავთ დიდ მასშტაბში, დიცურაც ვერ უყურებთ, ხო, ესე გვაქვს დადებული თავი და რაღაც კონკრეტულ შეიძლება გადავაყოლოთ უდიდესი სიკეთე. აი ამის გამო ჩვენივე ქვეყანა დაგვიღუპია ბევრჯერ. ანუ არ ვფიქრობთ იმაზე, რა შეცდომები დაუშვით. ეს შეეხება ყველა, შეეხება პოლიტიკურ პარტიებს, შეეხება მედიას, შეეხება მთლიანად საზოგადოებას და შეეხება ქვეყანას როგორც ასეთს. არ ვიცი ხა ეს ერთი ალბათ ძალიან ზოგადი პასუხია, მაგრამ პრინციპში ყველაფერსაც მოიცავს რა. აი სოციალური ინჟინერიის რაღაცა მცდელობა. აი თუნდაც 2004-2012 წლებში იყო მცდელობა, რომ აი ეს კანონმორჩილება რაღაცნაირად თითქოს გამხდარიყო უფრო ლეგიტიმური საზოგადოებაში, ეს უნარები განვითარებულიყო, როგორც მცირედი ასე ვთქვათ, რაღაცა შესწორებებით, როგორც ღვედის შესწორება და მათ შორის პოლიციის ნდობის გაზრდა და სხვა ასეთი რაღაცები, მაგრამ აი ამ სოციალური ინჟინერიის მცდელობაშიც იყო დაშვებული შეცდომები და იყო ამავე დროს ალბათ ირაციონალური აგრესიული რეაქციაც, იმიტომ რომ ადამიანები რაღაცა სხვა გამოცდილებით არსებობდნენ და ახლა უნება რომ ეს გამოცდილება არ ვარ პირობითად. ახლა შენ 2012 წლიდან აი დღემდე შეიძლება 2012 არ გვინდა, მაგრამ ახლა ეს გვიანდელი მოვლენები აღვთ. სოციალური ინჟინერიის აი რა პროცესებს ხედავ, აი როგორ უნდათ მათ რომ შეგვცვალო. იმიტომ რომ ეს პროპაგანდა ხო შეიძლება რომ ესე მართლა ძალიან პრიმიტიულად მოვეკიდოთ რა. მე რასაც დავუშვათ საყვედურობ პირადად პოლიტიკურ პარტიებს, როცა ეს პროპაგანდა იყო საარჩევნო ასე თუ პროგრამის ნაწილი. და ამ პროპაგანდის ასე თქვათ გაბათილებაზე არ იყო სათანადო ძალისხმევა დახარჯული, რომ ეს პროპაგანდა სინამდვილეში არათუ უბრალოდ ტყუილი, არამედ როგორი საშიში მოვლენა ეს არ იყო კარგად ახსნილი. მე ესე მგონია, ესეთი შტაბიშტილობა შეიძლება შენ სხვა. ხო, მე ზოგადად გონია, რომ პროპაგანდის უარყოფას შორს არ მივყავართ, ანუ ჩვენ უნდა გქონდეს ჩვენი პროპაგანდა. ის რომ ის მეორე მხარე ტყუილს ამბობს, ბევრს არაფერს არ ნიშნავს, ვინაიდან გონიერ მოქალაქეს ისედაც არ ჭირდება იმის ახსნა, რომ რაღაცეები არის რაციონალურად ტყუილი. ხოლო ვისაც შეიძლება ეს ტყუილი სჯეროდეს, მას არგუმენტები, რაციონალური არგუმენტები ვერ გადაარწმუნებს. ანუ მას სხვა ენაზე, სხვა სიხშირეზე უნდა ელაპარაკო. ხო, აი შეიძლება ეს სხვა სიხშირე არ იყო მოძებნილი. ეხლა როგორ ეგეთით მეორე არის ის, ანუ პროპაგანდა, რომელსაც ვსაუბრობთ, ხო, რომ მეორე არის ის კი არა, რომ ტყუილებისგან თავი დაიცვა, თუმცა ისეც აუცილებელი იყო. არამედ ის, რომ სიმართლე თქვა მეორე მხარეზე, რა ვიცი, სულ დასავლეთი დღემდე არის თავის მართლების რეჟიმში, რომ არა, ჩვენ არ გითხრევთ მეორე ფრონტი, ანუ ომში არ გითხრევთ, მეორე ფრონტი არ გვინდა, რაღაც LGBT პროპაგანდას არ გაძალებდა ასე შემდეგ. ეს კი არ უნდა თქვა, რა ვიცი, უნდა თქვა რუსეთი რას წარმოადგენს, წუმპეა, ავადმყოფი საზოგადოება, ანუ საზოგადოება, რომელიც მე ჩემი სიტყვებით არ ვამბობ, რა ვიცი, რუსი მწერლები წავიკითხოთ, რუსი ისინი, რა ქვია, ფილოსოფოსები წავიკითხოთ, ანუ ვერ მონახავთ ერთ ავტორსაც კი, რომელიც არ გეტყვით ამ საზოგადოებას რო არის ფუნდამენტურად ცნეული. ანუ ეს არის ერი, საზოგადოება, სახელმწიფო, რომელსაც უნდა რომ სხვაც უბედური იყოს. თვითონ კი არ უნდა კარგად ყოფნა. უნდა რომ სხვაც უბედური იყოს, სხვაც გაჭირვებული იყოს, სხვაც ტალახში ცხოვრობდეს. ესეთები არიან ეგენი და როგორ შეიძლება კარგი იყოს რა ოჯახურ ვითარებაზე, რა ქვია, ღირებულებებზე საუბრობთ, რა ტრადიციებზე საუბრობთ, ხო? ელემენტარულად როგორ შეიძლება გრუზინი კაცი, რომელიც იმითი ნაშვება, რა ქვია, იმითი პოულობს ბმას რუსეთთან, აი ერთ მორწმუნეა და ოჯახური ტრადიციები ქონია თურმე და მეორე მხრივ ამბობს, რომ აი რა მაგარი იყო რუსეთში დავდიოდით საგულაოდ, ხო? ანუ როგორ ხდება ეს, რომ რუსეთში ყველა მათივე გაგები ძნედაცემული არის და მსუბუქი ყოფაქცევისა და თან ოჯახური ღირებულებები აქვს და ესეთ მაღალ დონეზე, ხო? სინამდვილეში რუსეთში უმაღლეს დონეზე არის, მსოფლიოში ერთ-ერთ პირველ ადგილზე არიან ეგენი ოჯახური ძალადობით, ალკოჰოლიზმით, ყველანაირი გარყვნილებით, უბედურებით, ახლა ამას რო შეადარო ამერიკა არის პურიტანული ქვეყანა, ღრმად მორწმუნე ქრისტიანული პურიტანული ქვეყანა. გახვალ ნიუ-იორკის, სან-ფრანცისკოს და კიდე რამდენიმე დიდი ქალაქის გარეთ და ნახავ ქვეყანას, რომლის 90% ეკლესიაში დადის, ყოველ კვირა თან, ისე კი არა, რაღაც ფარისეულურად ფულს წირავს და ასე შემდეგ, ხო?
გადამწყვეტების დარდება პრეზიდენტი იყოს მოწმუნე, კი. ხო, ანუ არ დარდება ეს ორი სამყარო, ანუ ამ რუსეთში ყავთ პატრიარქი, რომელიც ჩვეულებრივ განგსტერია ტიპი, რომელიც იყო იმის რა ქვია, ალკოჰოლის კონტრაბანდაში, სპირტის და ალკოჰოლის კიდე რაღაც მე მგონი თამბაქოს კონტრაბანდაშიც იყო, ანუ ყველაფერშია და ეს ტიპი ლაპარაკობს, ლაპარაკობს რაღაც რელიგიურ ღირებულებებზე, რაღაც მორალურ საზომებზე, ხო? ადამიანი, რომელიც ეგრეთ წოდებულ სამხრეთოსებს და აფხაზეთს ულოცავს დამოუკიდებლობის დღეს და არა ჩვენები ჩუმად არიან, არ უპასუხოთ ამას. ხო და არა, ამაზე უნდა ვილაპარაკოთ სინამდვილეში, რას წარმოადგენს რუსეთი, ანუ ვინ არის ჩვენი მტერი, როგორია, რომ ეს ყველაფერი, რაზეც ველაპარაკე, რა ის ერთმორწმუნე, რა ღირებულებები, რა ოჯახური ტრადიციები, ანუ ეს არის აი სამყაროს კლოაკა. მართლა სამყაროს კლოაკა არის, რა ვიცი, რო გაქრეს, ხვალ არავის არაფერი დააკლდება. აი, ეგეთი ქვეყანა ალბათ არ არსებობს, ხო ინგლისმა დაიპყრო ნახევარი დედამიწა და ყველა დაპყრობილი მისი ყოფილი კოლონია ისე ინგლისელთვის. ხო ასეა. ანუ რაღაც გადალახეს საკუთარ თავში მენტალურად, მენტალიტეტში შეცვალეს და არაფერი არ შეცვლა, ეხლა ნუ ინდოელისთვის დღეს ინგლისი აპრიორი ბოროტებას არ ნიშნავს. ხო? ან რომელიმე ყოფილი საფრანგეთის კოლონიისთვის, ან პორტუგალიის კოლონიისთვის, შესაბამისად საფრანგეთი და პორტუგალია აპრიორი ბოროტებას კი საერთოდ არ ნიშნავს ბოროტებას, ხო? ხო და რუსეთი, აი მითხარით ერთი ქვეყანა, რომელსაც რუსეთზე კარგს დააცდევენ, ერთი. დიახ. ბელარუსიც არ იქნება, ასე ლუკაშენკო რომ მოაშორო, ბელარუსსაც ვერ იპოვი ეგეც ალბათ, ხო? ანუ რაღაცა ჭირს ამ ქვეყანას და ამ ქვეყნის განკურნების ერთადერთი შანსი არის დიდი მარცხი. დიდი მარცხი. და ეს ქვეყანა არის ამ დიდი მარცხის ზღვარზე. ანუ მართლა რაც მათ ახლა მოძდით უკრაინაში და რაც აუცილებლად ბოლომდე მივა, არის აი უდიდესი ისტორიული ეპოქის დასასრული, ხო? აი რასაც თვითონ ეძახიან 1000 წლოვან სინამდვილეში არ არის 1000 წლოვანი ისტორია, იმიტომ რომ იპარავენ კიევის რუსი და არა რუსეთი, ხო, კიდე ცალკე თემა, იმის ისტორიას იპარავენ, იმიტომ რომ მაგათი ისტორია იწყება მონღოლებიდან, ანუ აი მოსკოვიის ისტორია, ხო? მოსკოვიის მემკვიდრე არის რუსეთი და არა კიევის. არსებითად ის არის სლავური სახელმწიფო, ეს არის მონღოლური ურდოს მემკვიდრე, მენტალურად მონღოლური ურდოს მემკვიდრეა და ამას არც მალავენ თვითონ, აი დღევანდელი რუსული იდეოლოგებს რომ მოусმინოთ, ხო? გეტყვიან რომ ხო, ჩვენ ქონდა არჩევანი რაღაც ეტაპზე ევროპასა და მონღოლებს შორის, მაგრამ ევროპა ესეთი აქვს დღეს ნარატივი აგებული, რომ ევროპა გთხოვდა სარწმუნოების შეცვლასო და მონღოლები არ გთხოვდნენ სარწმუნოების შეცვლას, უბრალოდ გვეუბნებოდნენ, რომ დაგვემონეთო და რაც გინდათ ისქენითო და შესაბამისად ეს მოსკოვია გახდა მათი მარბიელი მაოხრებელი საყრდენი, ხო, რომელიც მონღოლების დავალებით კრებდა გადასახადებს და აწიოკებდა მეზობელ ქვეყნებსა და სამთავროებს. ხო და რაც შეეხება იმას, ახლა რა ტიპის სოციალურ ინჟინერიას აწარმოებენ ესენი საქართველოში, გაგრძელება იმისა, რასაც ჩვენ უყურებთ მე-19 საუკუნიდან, ხო? რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც აქვს ლამაზი ბუნება, ნამდვილად არის, მაგრამ ამის ჩვენი დამსახურება ნულია. არის ქვეყანა, რომელიც არის ძალიან სტუმართმოყვარე, კი ბატონო, ამას ცუდი არაფერი არ არის, მაგრამ სტუმართმოყვარეობის თაობაზე ის გვიდგას, ხო? ქართლის დედა გვიდგას, ანუ ვინც ტრადმოდეს იმას სტუმართმოყვარეობა არ ეკუთვნის ჩვენგან. რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც კარგად ღერიან, ცეკვავენ, აცხობენ ხაჭაპურს, აკეთებენ ხინკალს, წელავენ ელარჯს და ასე შემდეგ. ანუ ჩვენგან უნდა შექმნა რაღაცნაირი ეგზოტიკური ცხოველი, რომელსაც რუსი მოვა, მე რაღაცაში ფულს გადაიხდის, მე ვიღაცა კაცი შეიძლება ვიღაც სხვა კაცს რუსს დაათრობს და იმის ცოლს წაიყვანს, გაასეირნებს და ამით ცხოველურად რაღაცნაირად იგზნობს თავს, რომ რეალიზებულია, ვიღაცაზე მაგარია და აი ამ დონეზე ხდება ქართველი სინამდვილეში მათი გადმოსახედიდან გრუზინის მართვა. მათ გამოყავთ გრუზინი. ეს გრუზინი რუსული გადმოსახედიდან არის რაღაც უკანა თათებზე დამდგარი პატარა ძაღლი, ცირკის ძაღლი, რომელსაც ჩაუდებენ პირში იმას, რა ქვიან, შაქრის ნატეხს და ისიც იქნება კმაყოფილი, როდესაც შეაქებენ და თავზე ხელს გადაუსვამენ. რა ხდებოდა მანამდე? მანამდე ჩვენ აღმოვაჩინეთ, აი 9 წლის განმავლობაში აღმოვაჩინეთ, რომ მანამდე, ანუ კიდევ 9 წლამდე ცხოვრობდით რაღაც სტერეოტიპების ტყვეობაში. ის, რომ ქართველი იყო კრიმინალი, არის ტყუილი.
აღმოჩნდა რომ არ არის ჩვენთან ეს კრიმინალური მენტალიტეტი, ხო? უბრალოდ გამოჩნდა პოლიტიკური ნება და დამთავრდა ეს თემა, შენი მთელი კოლექტიური და მასობრივი კრიმინალური გარჩევები, კანონიერი ქურდობა და ის რომ ყველა სფეროში კრიმინალი იყო, აღმოიფხვრა ეს, ხო, დამთავრდა. აღმოჩნდა ადამიანები ჩვეულებრივად ბედნიერები არიან, კარგად ცხოვრობენ რა, არ მინდა ეს ქურდის გარჩევა. არ მინდა რაღაც კაი ბიჭები და ძველი ბიჭები. ჩვეულებრივ ქვეყანაში მინდა ცხოვრება და აღმოჩნდა რომ ადამიანების 90% შეიძლება მეც ეს ძალიანაც მოსწონს. აღმოჩნდა რომ ის რომ თითქოს კორუფცია ჩვენი კულტურის ნაწილია, ეს ტყუილია. არავის არ ენატრებოდა გაიშნიკები, არავის არ ენატრებოდა გამომძავლელი ჩინოვნიკები ან რაღაც უნივერსიტეტში ხთამის გადახდა, ხო? არავის არ ენატრებოდა ეს. ანუ ესეც აღმოჩნდა რომ იყო მტრის მიერ შემოგდებული სტერეოტიპი და იმ 9 წელიწადში ზუსტად ეს შეიცვალა. ორი ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც გადაწყდა ქართველის მენტალობაში, რომ ჩვენ თურმე არ ვართ კრიმინალური ტრადიციებისა და ღირებულებების ხალხი და თურმე არ ვართ ხალხი, რომელსაც კორუფცია მოგდგა მსოდიდგანვე. აი ეს შეიცვალა ჩვენში. ჩვენ თავში აღმოვაჩინეთ, რომ შეიძლება მარტო კაცობაში, მეობაში და ჩახუტებაში კი არ ვიყოთ მაგარი ბჭყალებში. არამედ ძალიან გაზომვათ კრიტერიუმებში გავიდეთ მსოფლიო მასშტაბით ასპარეზზე და მსოფლიო ბანკმა თქვას, რომ საქართველო არის მსოფლიოში ნომერი პირველი. როგორც რეფორმატორი აი ამ და ამ სფეროებში, ხო? 2006-დან 11 წლამდე საქართველო იყო მსოფლიოს ნომერი პირველი რეფორმატორი მსოფლიო ბანკის მონაცემებით. ხო, უნიკალური რაღაცაა, როდის ვიყავით, აი, როგორც სახელმწიფო მსოფლიოში პირველი რამეში. მე არ მახსოვს. აი, 9 წლის განმავლობაში 5 წელი ვიყავით მსოფლიოში პირველი. და თან ვიმეორებ, ისეთ რაღაცაში კი არა, რაღაც პოეტურ და რაღაც ემოციურ თემაში კი არა, რაც არიზომება და რაც ძალიან მარტივი თავშესაფარია. არამედ იმაშიც იზომება კონკრეტულად, აი. შენ ამდენი ქულა, ამას ამდენი ქულა, საქართველოს თქვენორზე მაგარია, ხო? აი ეს ხდებოდა და ამის განეიტრალება უნდოდა. მოვიდა ივანიშვილი და თქვა, რომ საქართველოს არის პატარა სოფელი, საქართველოს უნდა იცოდეს თავისი ადგილი, რომ საქართველოს არ უნდა იყოს დაპირისპირების საგანი, როდესაც დასავლეთი ელაპარაკება რუსეთს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ იმ თავითვე მიდიოდა დაკნინება საქართველოს იდეის. რომ საქართველოს სახელმწიფო კი არ არის ქვეყანა, სამშობლო რა თქმა უნდა არის, მაგრამ სამშობლო ამასთანავე უნდა იყოს სახელმწიფო, წარმატებული შემდგარი სახელმწიფო, ხო? როდესაც ჩავიდა პირველად ივანიშვილი დაოსში, დაუჯერებელი რაღაცა, რაღაც გადაახვიეთ, ნახეთ, ხო? თქვა რომ გამოვიდა სოფლიო ლიდერების წინაშე და თქვა რომ აი თქვენ კი გონიათ რომ საქართველოს ძალიან მაგარი ქვეყანა იყო და აქებდითო, მაგრამ ეგო ყველაფერი ტყუილი იყო. ქვეყნის პრემიერი გამოდის, რომელმაც არჩევნები მოიგო ცოტა ხნის წინ. და სოფლიოს ეუბნება რომ თქვენ რო გონიათ რომ მაგარი ქვეყანა გვაქვს, ეგო არისო ტყუილი. ანუ აუცი ამაზე უფრო მეტი დანაშაული სიბეცესაც ვიტყოდი, მაგრამ სიბეცე არ არის, ეს ვიმეორებ, არის მანდატი, რომელთაც ივანიშვილი მოვიდა და რომელსაც ახორციელებს ძალიან თანმიმდევრულად ცივსისხლიანი და მიზანმიმართი. აი მაგ საკითხებზე ძალიან დეტალურად მინდა საუბარი, მაგრამ იმ ინჟინერიის, ასე თქვა, პროცესებზეც კიდე რაღაცა კონკრეტული დეტალები მინდა რომ გავარჩიოთ, იმიტომ რომ იქ იმ მომენტში 9 წლის განმავლობაში იყო ძალიან კონკრეტული შეგრძნება, რომ ჩვენ შეგვიძლია სამხედრო უსაფრთხოების თვალსაზრისით და ჩვენი რაღაც ამოცანების შესრულება. აი შეიძლება ამ შეგვიძლიაში შეიძლება მეტი ილუზიაც გქონდა. შეიძლება კიდე ბევრი კრიტიკული რაღაცები გასასწორებელი იყო, მაგრამ მე ეს მახსოვს. იმიტომ რომ იყო ტექნიკის, ასე თქვათ, რაღაცა პროგრამა, დიდგორი, კიდევ ის დრონები, რომელიც მაშინ ჯერ მხოლოდ კონცეპტუალურად ვითარდებოდა, მაგრამ პიონერები ვიყავით იმ საქმეში, მე ძალიან კარგად მახსოვს ეს. და უცებ ჩვენ გვაქვს ახლა რეალობა, სადაც ქართული ოცნების ხელისუფლების წარმომადგენლები ცხადებენ, რომ ჩვენ ჯარი არ შეიძლება გვყავდეს. არც ყოლია ჯარი, ხო იყო ესეთი განცხადება, რა? კი, სალომე ზურაბიშვილმა და ჩვენიანია ოღონდ რა, არ უნდა ვთქვა. ხო, იმიტომ არ უნდა გვახსოვდეს. აი ხედავ სად მოვედით ისევ, რომ ისე გვეუბნება, რომ არ უნდა გახსოვდეთ, იმიტომ ეხლა ეს თქვენიანია. დიახ, აი ეს არის, ესეც ინჟინერიის საკითხია, რომ თითქოს და ეს აი აგრესიულობა, ჯანსაღი აგრესიულობა მათ შორის, თავდაცვის უნარში რწმენა, რომ მე შემიძლია ჩემი თავი დავიცვა. რომ შემიძლია ჩემი ოჯახი დავიცვა, ეს აგრესია უნდა მოიცილო იმით, რომ იყო რაც შეიძლება კარგი სერვისის განმახორციელებელი. აი ეს არის აი თითქოს მეტა ეგ მაინც იყოს, იმიტომ რომ ეს ხალხი ამოირეცხა იმ ლოზუნგით, რომ
საქართველოს ტურიზმი რო უნდათო ხო წინა ხელისუფლებასო ეგო ნიშნავს რომ მოსამსახურებად უნდა გვაქციონო რა მოსამსახურო სერვისის მიმწოდებლებად უნდა გვაქციონო და ეგო ხო დამამცირებელი არის ჩვენო სხვასო მოსამსახურებად არ დაუდგებითო და ამ ლოზუნგით მოვიდნენ ტიპები ეს მოგონილი არ არის ან დადიოდნენ ყველას ამ ყველგან ამას ლაპარაკობდნენ რა ტურიზმი რა მოსამსახურე ჩვენ ვაშკაცები ისეთები ვართ ასეთები ვართ ხო და ბოლოს დაამთავრეს იმით რომ ერთ-ერთი ბოლო არჩევნები არ მახსოვს 2020 იყო თუ რომელი იყო აი რუსთავში და გაჩიანში და ხაშურში ტურიზმზე ლაპარაკობდნენ ანუ ისეთ ადგილებში სადაც ახლა დიდი პატივისცემით ამ ქალაქების მიმართ ნუ ტურისტული პოტენციალი შეიძლება მაინდა-მაინც პრიორიტეტული არ არის და მაღალი არ არის ხო და რაც შეეხება აი ამ ზოგად მიდგომას ხო ქართულ ოცნებას რა უნდა და ეს იყო მათი მანდატი თავიდანვე და ამას გვაჩვენებენ არა მხოლოდ რიტორიკით, არამედ იმ პერსონალიებით და იმ საკადრო პოლიტიკით, რომელსაც ჩვენ თვალყურს ვადევნებთ. ხო ივანიშვილი 13 წლის განმავლობაში აწარმოებს ნეგატიურ სელექციას, ამ ნეგატიურ გადარჩევას ადამიანებისა. თავიდან რომ მოვიდა, კიდე ყავდა ადამიანები, რომელსაც რაღაც გამოცდილება ჰქონდათ, ცოდნა ჰქონდათ, პატივისცემა ეკუთვნოდათ, მათი წარსული ცხოვრებიდან გამომდინარე, ბევრ რაღაცაში არ ვეთანხმებოდი მე სხვები ასე შემდეგ, მაგრამ ნუ რაღაც ტიპები იყვნენ, რა თავის ბიოგრაფია მოსდგამდათ. ეხლა აბსოლუტური ზეროები ყავს. სრული ზეროები, ანუ კალაძის გარდა, რომელსაც არ ვიცი რატო ინარჩუნებს, კალაძე რომელსაც ერთადერთი წარსული რაც ჰქონდა იყო ფეხბურთი და ნუ რომელმაც ყველაფერს და ყველას უღალატა, ვისთვისაც და რისთვისაც შეეძლო ეღალატა, ხო, უღალატა კიევს, უკრაინას, რომელმაც ის კაცად აქცია, თუ ამას კაც შეიძლება ერქვას და ნუ რადაც იქცა ამაზე ნუ ვისაუბრებ. ყველა დანარჩენი არის ფაქტიურად ბიოგრაფიის არ მქონე ან გაუნათლებელი ან ამ თავიანთი პოსტისთვის სრულად შეუფერებელი ადამიანი, რომელიც რაღაც კონკრეტული იმ ნიშნით არის შერჩეული, რომ ან არის სრულად უშუბლის ზარღვარ, რასაც დაავალებენ, იმას გააკეთებენ, ან არის უბრალოდ ბრმა შემსრულებელი, ტოტალური მონა. იდეოლოგიური ნაწილიც ხომ არის აი ამ სელექციაში რა ეს იდეოლოგიური ნაწილი აი თითქოს და ის თანხმობაც არის რომ დასავლეთის მიმართ ანტიპათია უნდა გქონდეს აი რაღაცა ან აი რაღაცნაირი ერთგვარი ფობიაც კი აი ესეთი სელექციაც კი არის შეიძლება ზოგი თამაშობს ახლა იქ მე არ ვიცი ახლა კერძო ადამიანების გონებებში რა ხდება მაგრამ ამ სელექციაში ყოველთვის ფიგურირებდა ერთგვარი ფობია გლობალიზაციის მიმართ, ბჭყალებში ინტელექტუალების შერჩევა თუ კი იყო აქ ალბათ რაღაცა ცენზურას თუ რაღაც შემოწმებას გადიოდა მემარცხენე ტიპაჟები უფრო აი ეს ხანა ისეთი მემარცხენე ამერიკაში ვარ აი საუკი მემარცხენეები რა ეს როგორებიც ხო ამათ მემარცხენეებსაც ვერ დავარ ხო არა ეს ჩვენებური მემარცხენე მე ითარგმნება რომ არის ჩაულებრივი მემარჯვენე კონსერვატორი აი ესეთი მემარცხენე ესეთი პარადოქსი არა მემარჯვენე კონსერვატორიც არ არის ანუ რა ვიცი მემარჯვენე კონსერვატორი შეიძლება ვიყო მე და ანუ ესე რასაც ეძახიან ანუ საუკი სწორად თქვი იმ თვალსაზრისით ვამ რომ ესენი არანაირ ნიშაში არ ჯდებიან ესენი არიან უბრალოდ ადამიანები რომელიც ერგებიან კონიუნქტურას და ანუ რეალურად საკუთარი კეთილდღეობის სანაცვლოდ ყიდიან ყველაფერს. ამ კონსერვატორში მე რა ვიგულისხმობ ისი რომ კონსერვატორში გულისხმობენ აი ამ რაღაცა თითქოს აი ამ ფსევდო ტრადიციების და ფსევდო მითების როგორც რაღაცა სასურველი ან ბედნიერი რეალობების გასაღება რაც საბჭოთა კავშირის დროს იყო და ეს არის მათი კონსერვატიული პარადიგმა. ყველაფერი არის შირმა რა ეხლა მე უყურებ რამდენიმე დამკვირვებელი არის ამ სფეროზე ვინც ამბობს რომ მაგათად იმედზე და პოზიტივიზე სავსე არის LGBT პირები ხო მაგრამ ეს პირები აწარმოებენ ანტი-LGBT პროპაგანდას ხო ანუ კონსერვატორები ხო არ არიან ეგენი ანუ დასავლეთი ხო არ ზულთ მაგრამ ნუ აი ამ ბაბლში არიან მოქცეული და ამ რაღაცის მძევლად არიან ქცეული და ძალიან ვერაგულად მოქმედებს რუსული ტრული საოკუპაციო მანქანა იმ თვალსაზრისით რომ ცხადია ნაწილი ვინც მართავს ამ პროცესებს არიან კგბ-შნიკები ასე რაღაც კოლექტიურად აი ესე მოიხსენიოთ ისინი, რომ ჩვენვეთ იციან რას აკეთებენ, ვისი დავალებით და რა იქნება ამ ყველაფრის შედეგი. ნაწილი არიან სავოკები, ანუ ღირებულებითაც სავოკები, ყოფილი ნომენკლატურა, წითელი ინტელიგენცია, რაღაც სამართალ დამცავებთან შერწყმული მოქურდულო ელემენტები და ასე შემდეგ. და ნაწილი შეიძლება იყოს ის ადამიანები, რომლებიც საერთოდ არ არიან ანტიდასავლელები, ხო? აი
ვისაც უყურებთ ახლა სახელების და გვარების ხსენებაც კი არ მინდა უკვე მაგათი, მაგრამ არიან აი ჩვეულებრივი ტიპები არიან რა, დასავლეთიც უნდათ, ინგლისური და კომპიუტერიც იციან ბჭყალებში, ხო? მაგრამ უცებ გაიჩიტენ დიდ ქონებაში, დიდ ფულში. და ამისაც აუცილებელია თავი დაიქლიაონ. გაიშტერონ ამისთვის. ამიტომ აი ადამიანი რომელმაც ყველაფერი კარგად იცის, უცებ გეუბნება რომ ხო გლობალური ომის პარტია აზმავა და მეორე ფრონტს გვიხსნა, აბა რა ვქნა. ხო არ გეტყვის რომ 8000-იანი ჩანთა მინდა, რაღაც 5000-იანი ის რო აცვია კოსტიუმჩიკი ვიღაც ერთ მინისტრი იქნება თუ დეპუტატი, ხო? ანუ სიხარბია ჩვეულებრივი ადამიანებთან მიმეორებ ხა ხო არის წარმატება, დიდი წარმატება. ეს არის ფული და ქონება, რომელსაც ისინი ვერასდროს ვერ დააგროვებდნენ, ვერანაირი ცოდნით და შრომით მერიტოკრატიულ საზოგადოებაში. და უცებ ვიღაც მოვიდა და ეს ყველაფერი თავზე დააყარა და უთხრა უბრალოდ ჩუმად ეგდეთ და რასაც გეტყვით გაიმეორეთ. დამაშვებიან. არ არის ესენი ანტიდასავლელები, აი ხა ამ სეგმენტზე როცა ვლაპარაკობ, ხო? მაგრამ ჩვეულებრივად იყიდეს და ესენი ამით იპრავებენ, ხო არ ხო არ იტყვიან რა ვქნა. რაღაცით იპრავებენ. სუფრაზე რო დაждდებიან ოჯახში, ხო ვიტყვიან ბიჭო, აბა როგორ მშვიდობა მაინც გვაქვს იტყვიან, ხო? და ჩვენ ვიცავთ. მაგრამ არა აქვს მან ლოგიკას მნიშვნელობა, ვინაიდან ვიმეორებ, ეს არის იმ თავითვე იმ ადამიანებზე გვაქვს საუბარი, რომლებიც ძალიან კარგად იციან, რასთან აქვთ შეხება და რას ემსახურებიან. შეგნებულად აქვს მათი არჩევანი გაკეთებული. და ბოლოსში ვართ უკვე აღარავის არ ჯერა ამ ტყუილების ამ რაღაც აბსურდული პროპაგანდის, რომ ვიღაცა LGBT პროპაგანდას გვაძალებს და ვიღაცა კიდე მეორე ფრონტის გახსნას ლამობს საქართველოში. აი ამ აბსურდის აღარავის არ ჯერა. სუმგონია რომ აი ვიღაცა ზარქო არ ვიღაც რომ გამოძია ხელუკუღმა უნდა ააწნა და გეტყვის რომ აი როცა დრომოვა. და გეტყვის რომ აი ხა რა გჭირს ხუმრობდი. ანუ მართლა კი არ მჯეროდა. აი როგორ შეიძლება ხა მაგ ტიპს ვიზაც ახლა ვახსენე აი სუმგონია რომ ცუდი მსახიობთან ცუდი მსახიობი კარგი მსახიობი მაინც იყოს ხო სუპერ კომიკურია მისი გაბრაზებაც და თითების ქნევაც და რაღაც რასას და ვიღაცასთან გაჭირმა გამოჭირმებიც ხო რაღაც კაცუნები აი რაღაც პუსტაპუსტების რაღაც ნაკრებია ვიღაცის კიდე გორდულაძე ყავთ ვიღაც ხო გამოდის ხოლმე ემეთი რა ანტიდასავლური განცხადებები და შეფასებები და სინამდვილეში ეს ყველაფერი ერთ ცენტრში იწერება იმასაც გეტყვი რომ იმ ცენტრში წეგან ვახსენე ხა ხაინდრავა და ნანა კაკაბაძე ვახსენე და იმ საინფორმაციო რაღაც ცენტრში რომელიც ამად აი ამ ყველა მესეჯს უწევს ზოგიერთი ისეთი პერსონაჟია რომელიც აი 9 აპრილსაც კი რუსულ მხარეს იდგა იქით იყო და დღეს უკვე ოცნების ოფისში ის. აი ხალხია რა, ანუ ეს გეოპოლიტიკური სურათი არ იცვლება. ჩვეულებრივად 2012 წელი იყო რევანში წარმატებულ ქართულ სახელმწიფოზე. და ეს გრძელდება ბოლო სერიაში ვართ ახლა. მაგრამ ნუ საბედნიეროდ ისე ხდება ხოლმე რომ აი რაღაც ბოლო სერიაში რო წკიბზეა ყველაფერი და მაშინ რო ბრუნდება მე მჯერა რომ ეგრე იქნება, იმიტომ რომ ის გეოპოლიტიკური ცენტრი რომელსაც ესენი არიან მიბმული და რომელიც მართავს ამ პროცესებს სუსტდება ყელყელაობს, მაგრამ ნუ ჩვეულებრივი აგონიური პროცესია იმპერიის, ანუ იმპერია საბოლოო სიკვდილის წინ აი ესეთ რაღაცებს აკეთებს. და ჩვენ რო შევხედოთ, აი ცოტა ზუმ აუთი გავაკეთოთ და შევხედოთ რუსეთის იმპერია სად დაიწყეს, ხო? მე-19 საუკუნის შუაში ალიასკაც მაგათი იყო. ანუ ამერიკასთან საზღვარი ჰქონდათ ლამის იქით უკვე კანადასთან, ხო? ალიასკაც მე ალიასკაც დაკარგეს, პოლონეთი დაკარგეს, ფინეთი დაკარგეს, მე ანუ პირველი რევოლუციის და პირველი მსოფლიო ომის შემდეგ მე 91-ში გაგრძელდა ნგრევა და ეხლა დასკვნით ფაზაში ვარ და დარწმუნებული ვარ ჩვენ ნახავთ როგორ დაინგრევა ის, რასაც დღეს რუსეთის ფედერაცია ქვია. გათავისუფლდება იქიდან იაკუტია, ჩრდილო კავკასია, თათარსტანი და აი მე მიყვარს ხოლმე ამაზე ფიქრი და რაღაცნაირად ჩემი პატარა ქართული ოცნება ის არის რომ კალინინგრადს დაუბრუნდება თავისი ჭეშმარიტი სახელი კენიგსბერგი და მისი მოსახლეობა რომელიც დღეს 100%-ით რუსები არიან რეფერენდუმზე მიცემენ ხმას იმას რომ ჩვენ დაუბრუნდეთ გერმანიას. ვის უნდა რუსეთი? კალინინგრადი რომელიც კანტის ქალაქია ისე დღეში ჩააგდეს რუსებმა რომ რამდენიმე წლის წინ იქ აი ერთ-ერთი ქალაქი იყო ამ ქალაქის ისტორია იყო BBC-ზე გადმოცემული ცხელი წყალი გათავდა მანამდე ის მაინც ჰქონდა რაღაც აბანო ჰქონდათ ქალაქში და მე ის აბანოც გაფუჭდა და ამდენიმე თვე დაუბანელი დადიოდა მთელი ქალაქი ანუ აი ეს არის რუსეთი რა ეს არის რუსეთი ხო და აი ეს რუსები იყვნენ რომ არ გვინდა ზმაო რა არის აი მოსკოვში რა დაგვრჩენია ხო როცა აქვე ვართ აი გერმანიამ რომ დაიბრუნოს კალინინგრადის ოლქი ანუ აღმოსავლეთ პრუსია თავისი კენიგსბერგით იქაურობა 5-10 წელიწადში აყვავდება და რუსმა იქ ვერაფერი ვერ გააკეთა, მხოლოდ დაანგრია, მიწასთან გაასწორა, ეს არის რუსი. აი ამ პროპაგანდის
კონკრეტულ მექანიზმებზე რო ვისაუბროთ, აი როცა ესე უაპელაციოდ დაუშვათ გვთავაზობენ გლობალური ომის პარტია, deep state ეს უკვე მიაშველა ალბათ ამერიკის შეერთებულ შტატებში განვითარებულმა მოვლენებმა ხელი რომ რაღაც ახალი ტერმინი ვითომ მოკიდონ და დანერგონ და აინსტალირონ აქ. ომში ჩათრევა უნდათ. აი ეს კონკრეტულად აი პროცედურულად როგორ ხორციელდება, ხო არა უხსნიათ არა? აი მაგალითად რა არის ეს გლობალური ომის პარტია? არა თუ სად არის ეს კიდე მარტივი კითხვა. კერძოდ რა ინსტიტუციური მექანიზმები აქვს რაიმეზე მოვლენა რომ მოახდინოს. ანუ რითი ხსნიან აი ამ რაღაცა მოვლენებს, რომელსაც კონკრეტულად ჩაეკითხები, ისევ ზოგადი რაღაცა განმარტებებია იქ. ის ხალხი, ვისაც უნდა ჩვენი დესტაბილიზაცია, კი, მაგრამ აი უწყება რა არის, უწყებაზე, ოფიციალურ უწყებაზე ზემოქმედების რა პოლიტიკური, იურიდიული, ეკონომიკური, რა ზემოქმედების მექანიზმები აქვს. ეს რომ არ ავახსნევინეთ ამათ. ნუ ახლა იქ მიდიან, სადაც ამას არ ეკითხებიან, ცხადია, მაგრამ აი ამ პროპაგანდით მოდის და არა უხსნია ეს და ეს კითხვაც არ დასმულა. მე მგონი რომ შენ აი ამას რომ მე მატენი კი, მაგრამ რა მექანიზმით მუშაობს ის, რომ შენ ვითომ გმართავს? ხო, არ ამბობენ რა მექანიზმით, არ ამბობენ ეს გლობალური ომის პარტია ვინ არის, სად არის. მეტიც ამბობენ რომ არ ვიცით საერთოდ კონკრეტულად ვინ არიან, მაგრამ ამასთანავე ამბობენ რომ კონკრეტულ მოთხოვნებს გვიყენებენ. სურეალიზმია ხო, ანუ აბსურდია თავიდან ბოლომდე. ამაში შეყოლა იმთავითო წამგებიანია, ვინაიდან შვენივრად იციან რა და როგორ და როგორც აღნიშნე კიდევაც არ მიდიან ისეთ ფორმატში, სადაც შეიძლება რაიმე კრიტიკულ კითხვაზე პასუხისგაცემა მოუწიოთ. და პროპაგანდის შვენიერება ის არის, რომ არც ლოგიკაა საჭირო, არც რაღაც დრამატურგიული ჯაჭვი, რაღაც ლოზუნგი კმარა, რომელიც ადამიანებში შიშს აღძრავს. და გეუბნება რომ აი რაღაც ბუა არის და იმ ბუასგან მე დაგიცავ თუ ჭკვიანად მოიქცევ. ოღონდ ამ ბუასი როგორც თქვი, ფუის თუ ბუას თუ ბუის აღარავის არ სჯერა, მაგრამ ვინაიდან დღეს ასეთი დავალებაა, დღეს ისინი არიან, დავალება მოსკოვიდან ცხადია, არიან სრულ სინქრონში კრემლის პროპაგანდასთან, სრულ სინქრონში, ანუ მესიჯები, ტაიმინგი ამ მესიჯების, უკვე აქ ადგილობრივი აუდიტორია აღარ ყავს ამ მესიჯებს, მაგრამ მაინც ამას ამბობენ, ვინაიდან ასე არის საჭირო მათი დამკვეთისთვის. მაგრამ აი ესეთი ტიპის პროპაგანდა მაინც იმ ქვეყნებში შეიძლება არსებობს სხვადასხვა ტერმინებებს იყენებენ ალბათ უნგრეთში და სლოვაკეთში, სადაც არის აი ეს ფობია გლობალიზაციის მიმართ და ძალიან ესეთი ინფანტილური, პოლიტიკური ინფანტილურობა რა. იმიტომ რომ მანამდე ხო იყო მასონების ლოჟები. ანუ მანამდე უკვე არსებობდა ეს თეორია, რომელიც რა ვიცი მე რაღაცა ცვლად შეუცვლიდი და გახდა გლობალური ომის პარტია, ხო? ანუ ფორმა და სახელი შეიცვალა, მაგრამ რასაც გულისხმობს დაუშვათ ჩვეულებრივი მოქალაქე ამ გლობალურ ომის პარტიაში, ისევ ისეთი ობსკურანტული, რაღაცა აბსტრაქტული მტერია, რომელიც მანამდე ჰქონდა წარმოდგენილი რაღაცა ძალიან მაგიურ, რაღაცა მისტიკურ, რაღაცა საფურულში, რომელიც ზუსტად წარმოდგენა არ აქვს, მაგრამ ამისი ნოყიერი ნიადაგი აქ არსებობდა. ხო, მოდი ორ ნაწილად გავყოთ მაგაზე პასუხი. პირველი ის, რომ გეთანხმები აბსოლუტურად განათლების დონე, კრიტიკული აზროვნების დონე არის საკვანძოდ მნიშვნელოვანი. რამდენიმე წლის წინ ჩატარდა კვლევა ევროპის ქვეყნებს შორის, თუ ვინ უფრო მედეგი იყო, რომელი ქვეყანა უფრო მედეგი იყო რუსული პროპაგანდის პირისპირ. პირველ ადგილზე გავიდა ფინეთი, სადაც ყველაზე უფრო მაღალია განათლების დონე და ბოლო ადგილზე 41 ჯვარი აქაურობას და 41 ქვეყანა იყო მაშინ გამოკვლეული და 51 ბოლო ადგილზე გავიდა საქართველო. ამის დამსახურება ცხადია, ანუ ამაში დიდი დამსახურება კი არა, ყველაზე მთავარი დამსახურება აქვს ჩვენს განათლების სისტემას, იმას რომ ყველანაირი ჭორი, ცილის წამება და უბედურება აქ ძალიან ნოყიერ ნიადაგს პოულობს, ანუ კრიტიკული აზროვნება არ არსებობს. მეორე მხრივ ძალიან თავზე ნაცარიც რო არ დავიყაროთ, თქვათ რომ პროპაგანდა იმდენად ძლიერი რამაა, რომ თუ საკმარისი დრო და რესურსი მიეცი, ნებისმიერ საზოგადოებას დააჩოქებს და ნებისმიერ საზოგადოებას მოაქცევს და შეუცვლის აზრს.
რაციონალურ, გამოცდილ, ტრადიციული დემოკრატიული ფასეულობებისა და ღირებულებების მქონეს და ჩვენ ეს მაგალითებიც გვინახავს. ნუ აქამდე ამბობდნენ ხოლმე, რომ აი გერმანია იყო მაგალითი, ხო, ანუ გერმანია, რომელიც იყო არის, რაციონალიზმის, ჰუმანიზმის და ყველანაირი პროგრესის ერთ-ერთი სახეხატი, უცბად 1930-იან წლებში გახდა ქვეყანა, სადაც ლიბრი გადაეკრა თითქოს საზოგადოების დიდ ნაწილს თვალზე და გაყვნენ აი ამ ავადმყოფურ კაცთმოძულე პროპაგანდას, რომელსაც გადაგებდა ჰიტლერი. შორს რატომ მივდივართ გერმანიაშიც, ახლა განსაკუთრებით აღმოსავლეთ გერმანიაშიც, ხო? არის ეს სენტიმენტები რაღაცა, არ ვიცი მე რუსეთის ყოველ შემთხვევაში ანტიამერიკული ასე ვთქვათ განწყობები ძალიან ძლიერია. გლობალიზაციის საწინააღმდეგო განწყობები ძალიან ძლიერია და იქაც მემარჯვენე ასე ვთქვათ რაღაცა ახალი ფაშისტური რაღაცა პარტიის აღზევებას კი ვიხილე, რომელიც კონსტიტუციის დონეზე რაღაცა აუგრძალეს მათ რაღაცა პოლიტიკურ არჩევნებში მონაწილეობა შეიძლება ვწდები ზუსტად, მაგრამ რაღაც ესეთი მოვლენები გვაქვს. ანუ ევროპაშიც არის რაღაცა ობიექტური ისეთი აი ეგეც არის ობიექტური, ნახე, ეგ მინდოდა ზუსტად შეიძლება არა ობიექტური, მაგრამ სოციალური პროცესები. ეგეც პროპაგანდის შედეგია. საფრანგეთში მარი ლე პენი ხო? აი გერმანია რა ხან ახსენე ხო, რა ვიცი შევადაროთ, აქეთ ყავს რუსეთი, აქეთ ყავს ამერიკა. რუსეთი არის ქვეყანა, რომელმაც ჩაატარა გერმანელების ეთნოწმენდა აღმოსავლეთ ევროპაში. ათეულობით მილიონი გერმანელი აყარა თავისი მიწიდან, მილიონობით გერმანელი ხალი გააუპატიურეს რუსებმა, ჩამოაჭრეს ლამის ნახევარი გერმანია, რომელიც ისტორია, ანუ ეს ხო იყო დაპყრობილი მიწები რუსებივით, ანუ ის ტერიტორია, სადაც გერმანელები ისტორიულად ცხოვრობდნენ საუკუნეები, აქედან აყარეს და აი ორთაჭალაში რო გაგვივლონ ახლა საზღვარი ხო ორჯონიკიძე რო გვპირდებოდა ჩვენ, აი გაუკეთა სტალინმა გერმანიას, ან რუსებმა რა გაუკეთეს გერმანიას. ხა რა გაუკეთეს გერმანიას ამერიკელებმა. დავანებოთ ომს თავი, იმიტომ რომ ომი სხვა ვითარებაა და იქ ომიდან ვინ დაიწყო კიდე წალკეთება, ხო, თვითონ დაიწყეს და მერე ჩაერთნენ ამერიკელები, მაგრამ იმას ვამბობ, ამერიკელებმა ომის შემდეგ დასავლეთი გერმანია დაიცვეს და აყვავეს, რაც თავარია. ანუ შევადაროთ რა მისცა გერმანიას ამერიკამ და რა გაუკეთა გერმანიას რუსეთმა. როგორ შეიძლება ჭკუატყოფილი ადამიანი ყველაფრის მიღმა აი ამ ორ არჩევანს როცა უყურებ, რაიმე ფორმით იყო ამერიკელი ფაქტია, ხო, ანუ ამერიკამ ააშენა დასავლეთ გერმანია და ყველა გერმანელს მაშინაც უნდოდა რომ დასავლეთ გერმანიაში გადასულიყო და რუსეთმა დედაუტირა, მიწასთან გაასწორა, ეთნოწმენდა მოუწყო, მასობრივი გაუპატიურებები იყო, საზღვრები გაუნახევრა და ასე შემდეგ. აი რუსული პრორუსი რაპონში უნდა იყოს, ჭკუატყოფილი ადამიანი არ მესმის, ხო? ხო, ეგ ერთი. ეხლა რაც შეეხება მეორეს, სად შეიძლება იყოს ის ობიექტური მარცვალი რაც ასხამს აი AfD-ს ტიპის გერმანულ პარტიების წარმატებაზე წყალს. იქ რომ ძალიან ბევრ ლეგიტიმურ პრობლემას მეინსტრიმული ევროპული პოლიტიკური პარტიები უბრალოდ არ იმჩნევდნენ. პრობლემას როგორიც არის ემიგრაცია. ანუ ჩამოდიან ადამიანები, რა მაგალითად მილიონი სირიელი შევიდა გერმანიაში. და მულტიკულტურალიზმის გურუები გვეუბნებიან, რომ ამაზე ლაპარაკი არ შეიძლება. ნუ კი, მილიონი სირიელი არის, მე რა რომ იმან სოციალური ქსოვილი შეგიცვალა საზოგადოების, მე რა რომ კრიმინალმა მოიმატა, მე რა რომ შენ გადასახადები მოგემატა, რომ იმიტომ რომ ვიღაცას გააკ და შენ იხდი. ეს ლეგიტიმური თემებია ნებისმიერ საზოგადოებაში და ამაზე ლაპარაკი იყო ტაბუ, იმიტომ რომ ამაზე თუ ვილაპარაკებ, მე გამოვარ რომ ქსენოფობები ვართ და რასისტები ვართ. არ ხარ არც ქსენოფობი და არც რასისტი. მაგრამ რაღაცების არ შემჩნევა ძალიან ძვირი დაუჯდა ევროპას. შვედეთშიც, გერმანიაშიც, საფრანგეთშიც, ჰოლანდიაშიც, სადაც ულტრამემარჯვენე პარტიები ამაზე კაპიტალიზდნენ. და ეხლა ჭკუაზე მოდიან ეს პარტიები, ჩვენ ტრადიციული მემარჯვენე პარტიები, მაგალითად მერცი ავიღოთ, სადაც ის ცდილობს რომ ყველა ამ ლეგიტიმურ პრობლემას ასევე ლეგიტიმურად ჯერ ერთი ამაზე ილაპარაკოს და მე ისინი გადაჭრას, როგორც არის კრიმინალი, როგორც არის ემიგრაცია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? ეს არის გზა ამ ულტრამემარჯვენე და პრორუსული პარტიების დაალაგმვის და არა იმაზე ფიქრი რომ აი რა ვქნათ ახლა საზოგადოება პრორუსულია და საზოგადოებაში ამან იპოვა ასე ვთქვათ რაღაც ნუყიერი ნიადაგი. ნუყიერი ნიადაგი იპოვა იმ რაც ნებისმიერ საზოგადოებაში იპოვა, რაც იპოვდა ნებისმიერ საზოგადოებაში ნუყიერი ნიადაგს, ხო? ცხადია, კრიმინალი თუ იზრდება შენს უბანში, ეს გაწუხებს. თუ პოლიტიკოსი ამაზე არ ლაპარაკობს, მაშინ საშუალო სტატისტიკური ადამიანი წავა და იპოვის და მისცემს მას იმ პოლიტიკოსს, ვინც ამაზე ლაპარაკობს. აი ეს მოხდა გერმანიაში, საფრანგეთში, ჰოლანდიაში, შვედეთში და ასე შემდეგ და ეხა ეს რომ დაინახეს და ამას რომ მიხვდნენ
ძალიან დიდი რეფლექსიის ის არის რა ქვია, არ მიყვარს ეს სიტყვა. მაგრამ ეტაპი არის გერმანულ და ევროპულ პოლიტიკურ პარტიებში ზოგადად ამ ყველაფრის გამო. ბევრად უფრო დრამატული ვითარება ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც აქ კიდე აღმოჩნდა პოლიტიკური რესურსი, რომ აი ეს დესტრუქციული ძალები სანამ შევიდოდნენ სისტემაში და დაიწყებდნენ უკვე მოქმედებას, მანამდე მოხდა მათი აღკვეთა, მარი ლეპენი ავიღოთ და ასე შემდეგ. ნუ ბრიტანეთშიც მაინც დააზარა ესეთმა რაღაცა იმან, აი ბრექსიტი რაც მოხდა, ეს მემარცხენე პოპულიზმმა მაინც რაღაცა პატარა ზიანი მიაყენა, მაგრამ ამერიკის შეერთებულ შტატებში პრეზიდენტია ესეთი ადამიანი, სადაც ახლა იქ რაც ხდება, ეს არის აი ყოველ დღე შეიძლება ითქვას გადაფურსავ და ახალი ანეკდოტი ხდება რა. ეპშტეინის თემა, ის თემა, მერე კიდე ბარაკ ობამას ბრალდება ვითომ მომიგონეს რომ რუსული ასე თქვა ინფილტრაცია იყო ჩვენს არჩევნებში და მანამდე გაზიარებული იყო ჩვენს ქსელში, გადათარგმნილი იყო სხვათა შორის რუსული თარგმანი იყო. რაღაცა აბსოლუტური სისულელე რომ ვითომ ბარაკ ობამა, ანუ იქ ოფიციალური პირები ის დაკერ კლარკსონი თუ ის იდიოტი ართმევს ინტერვიუს ადამიანს, რომელიც ამტკიცებს ისეთ სისულელეს, რომ ბარაკ ობამა რაღაცა 1998 წელს ვითომ იყო სექსუალური მუშაკი. აი ესეთი სისულელეები იქ არის ზუსტად იგივე პრობლემა, როგორიც არის პოლიტიკურ მითებთან, რაღაცა აბსოლუტურ აბსურდებთან, აი ისეთივე ტიპის და შეიძლება უფრო ღრმა ტიპის ასე თუ რაღაცა მოგონი ლეგენდებთან ბრძოლა, რომელთან ბრძოლა ძალიან რთულია, იმიტომ რომ მეორე მხარესაც ძალიან ძლიერი მედია უზრუნველყოფა არის ამის და თან ხელისუფლებაში არიან. ჩვენთანაც ეგ არის პრობლემა. რომ ამ სისულელებს იმიტომ ვერ ამარცხებს საზოგადოება ხელისუფლებაში არიან. და ყველაზე ძლიერი მედია საშუალებები ისევ მაგათაა. ამერიკის შიდა პოლიტიკაზე არ მიყვარს საუბარი, ვინაიდან ჩემთვის მნიშვნელოვანი არის ის, რასაც ამერიკა აკეთებს ჩვენ რეგიონში და გონია რომ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ვიწუწუნოთ რა ხდება შიგნით ამერიკაში. მე როდესაც ჩემ თავს ამის უფლებას ვაძლევდი, ეს იყო ის პერიოდი, ანუ ტრამპის პრეზიდენტობის პირველი რამდენიმე კვირა, როდესაც მართლა პანიკაში ვიყავით ყველა, რომ არიქა უკრაინა არ ჩააბაროს. განსაცდელი გავლილია, როგორც პატრიარქი იტყოდა, გოლგოთა გავლილია. შემოbrunდა ეს მატარებელი. სულ სხვა ტიპის რიტორიკა გვესმის ვაშინგტონიდან და ჩემთვის როგორც ქართველისთვის მთავარი არის ის, რომ რუსეთი დასამარდეს უკრაინაში. ეხლა რაც შეეხება შიდა პოლიტიკას უნიკალურ ვითარებაში ვარ ჩემთვის პირადად, ვინაიდან მე ტრადიციული რაღაც ცენტრისტულ მემარჯვენე ღირებულების სამრჩეველი ვიყავი ხოლმე და შესაბამისად უფრო რესპუბლიკელებისგან ვიხდებოდი ყოველთვის. თუმცა ეს პარტიები ფუნდამენტურად შეიცვალა ბოლო 15 წლის განმავლობაში. ანუ ორივე პარტიაში, დემოკრატებში და რესპუბლიკელებში თითქოს მარგინალურმა ძალებმა გაიმარჯვეს. გვენატრება ის, რომ ლიბერმანი, მაკეინის დუო როცა იყო და ცენტრში ცენტრმემარჯვენე და ცენტრმემარცხენე ძალები, როდესაც ერთიანდებოდნენ საერთო მიზნების მისაღწევად და ეხლა მარცხნივ გვაქვს ეს რაღაც ვოუქ სიგიჟეები, რომელიც კვებავს თავის მხრივ მარჯვენა ფლანგზე იმას, რასაც საპასუხოდ ხედავთ. და ნუ შედეგად არის ის მართლა სიგიჟე, რომელშიც იმყოფება ამერიკა და მართლა არ მომწონს ეს, მაგრამ ნუ რაღაცეები დეტალებში შეუსვათ, მაინც გონია რომ უფალი არ გაგვწირავს და ამერიკა გამოვა ამ კრიზისიდან. რაც თავარია, ვიმეორებ, ჩვენთვის თავარი არის ის, რომ რაც მოხდა ევროპაში, კერძოდ ევროპა მიხვდა რომ იძულებულია და სხვა გზა არ გააჩნია თუ არა ის რომ საკუთარ თავს მიხედოს სამხედრო ხარჯებზე მაქვს საუბარი 5%-მდე ზდიან თავის თავდაცვის ხარჯებს, რაც უკვე თავისთავად დიდი განაცხადია და რუსეთისთვის უდიდესი გამოწვევაა, რუსეთისთვის რომელსაც ეკონომიკურად სერიოზული პრობლემები აქვს უკვე. უკრაინა, რომელიც მე ვერ წარმოვიდგენია რა უნდა მოხდეს, რომ უკრაინამ ეს ომი ბოლომდე წარმატებით არ მიიყვანოს. და ამერიკაში იგივე ტრამპი ამბობს, რომ ჩვენ ვაწარმოებთ იმდენ იარაღს, რამდენიც არასდროს არავის არ გქონია. ეს იარაღი ხარ, რა ვიცი, საქართველოს წინააღმდეგ ხო არ არის მიმართული, მართლა კანადის წინააღმდეგ, ანუ ეს ითქვა უკრაინის კონტექსტში მათ შორის და ამას გამგონი უნდა ყავდეს კრემლში. შესაბამისად, ეს ყველაფერი დანარჩენი, რაც ამერიკაში შიგნით ხდება, დროებით ამაზე მე მინდა რომ
დავიბრუნო თავი და წავიყრო, ანუ არ არის ჩვენი საქმე, თავის საქმე და თვითონ იციან. მთავარია რომ ევროპაში და რუსეთთან მიმართებაში კონდეს სწორი პოლიტიკა წვალებით, მაგრამ ეს ზუსტად ასეც ხდება. განსაკუთრებით ის არის დასაფასებელი, რომ ადრე უფრო მერყევი პოზიციები ჰქონდათ რესპუბლიკელებს სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში და ესეც თავდება რამდენიმე ერთეული სენატორი და წარმომადგენელთა პალატის წევრი კონგრესმენი რჩება, რომელიც მხარს არ უჭერს ანტირუსულ სანქციებს. ჩვენი პერსპექტივა თუ არის საერთოდ პერსპექტივა უკვე ევროინტეგრაციის, აი ამას როგორ შეაფასებ? გამომდინარე იქიდან უკვე რაც დევს ჩვენს თავზე დამოკლეს מחველივით, რომ შეიძლება ვიზა ლიბერალიზაციაც, ანუ ეს სიკეთეც აღარ გქონდეს. ეს შესაძლებლობა რამდენად რეალურია და აი ამ შესაძლებლობას დაუშვათ რას ახვედრებს ეს ჩვენი ხელისუფლება. აი ხედავთ ისე ბოდვითი ტიპის პროპაგანდას, რომ დავიწყოთ იქიდან ჩვენი ხელისუფლება არა, რუსები. რუსები ახვედრებენ იმას, რაც იყო მათი გეგმა. ანუ რუსები თორმე ამით სუვერენიტეტი მტკიცდება ჩვენი. ანუ ამით მტკიცდება რუსული გავლენის სფერო საქართველოზე და ამას აკეთებს ივანიშვილის რეჟიმი. ჩვენი ევროინტეგრაცია რამდენად რეალურია და ამის შანსი არის 0 თუ ივანიშვილი იქნება ხელისუფლებაში. 0. პრობლემა ის არის, რომ ჩვენ რო გონია რომ ხალხო რაშვებით რო ევნებიან ხოლმე კონცეფტს, ანუ რაშვებენ, ამას შვებენ, რომ ეს არის ამათი მიზანი. ამათი მიზანი ევროკავშირის შესვლა ხო არ არის, კაცო, ევროკავშირის შესვლა რომ უნდოდეთ, მაშინ მინიმუმ არაფერს არ გააკეთებდნენ და ევროკავშირში ალბათ მაინც შევიდოდით. მაგრამ აქტიურად, ყოველდღიურად მუშაობენ იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს. პრობლემა იმაშია, რომ ივანიშვილი როდესაც წავა და წავა აუცილებლად, როდესაც ჩამოვირეცხავთ აი ამ ლაქას, რომელსაც ქვია ოცნება, შეიძლება გვიანი იყოს, არ ვიცი. მართლა არ ვიცი, იმიტომ რომ ესეთი შესაძლებლობის ფანჯარა შეიძლება დიდხანს არ დარჩეს ღია. შეიძლება დაიხუროს. შეიძლება დედაქალაქებში შეიცვალოს განწყობა და ითქვას, რომ რა ვიცი, აი საქართველოს ის ქვეყანაა, სადაც ეს აი ქოცების რეჟიმი ამდენი წელი იყო და ხმებს იღებდნენ. და მე ამუშავდება რუსული აგენტურა, ამუშავდება სკეპტიკოსების ხმები, რომლებიც იტყვიან, რა ვიცი, იქნებ ქართველი ხალხი ეგეთი სანდოც არ არის, რომ იქნებ ხვალ მე შემოვიყვანოთ ევროკავშირს და ვიღაც ისევ ეგეთი აირჩიონ. ეს ფაქტორები იმუშავებს. იღებენ ამ პირობებში უკვე იგივე უნგრეთის მაგალითს. რაც ცალსახად არ უნდათ, ხო, შესაბამისად ეს ფაქტორები იმუშავებს, ანუ ის ზიანი, რომელიც ივანიშვილმა მოიტანა, მის წასვლასთან ერთად ავტომატურად არ გაქრება. ძალიან დიდი ხანი და სერიოზული მუშაობა მოგვიწევს, რომ ეს ფაქტორი, ეს ჭუჭყი ჩვენი ქვეყნიდან გავიტანოთ, პოლიტიკურ ჭუჭყზე მაქვს საუბარი. ამერიკის შეერთებული შტატების აი მეგობარი აქტი შეჩერდა თუ აი ეს ასე თქვა პროცესი კვლავ დაიძრება. არ არის შეჩერებული, არანაირად არ არის შეჩერებული, ეს მე მგონი არასწორი ინფორმაცია გავრცელდა ვინაიდან უბრალოდ დაჩქარებული ტემპით არ წავიდა წინ, თორე შეჩერებული არ არის, ჩვეულებრივად როგორც უნდა მიდიოდეს განხილვა ისე მიდის. მე როგორც ვიცი, 3 სენატორი არის, რომელიც ცოტა ჭედავს და 3-ვე სენატორი ცხადი არის, რომლებიც არიან იზოლაციონისტები, შესაბამისად შეიმჩნევიან რუსეთს მიმართ სიმპათიებში, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ხა ესენი ვერ შეძლებენ იმის გაჩერებას და შეჩერებას, რაც მთელი სენატის მისაღებია. ანუ არ არის შეჩერებული ეს პროცესი, ამის გამო ყურები არ უნდა ჩამოვყაროთ. მეორე ის არის, რომ მარტო მეგობარი აქტი თავისთავად არაფერს არ იზამს, აგერა კუბა ყავთ სანქცირებული 60 წელი ამერიკელებს და რა მაინც კასტროები არიან ქვეყნის სათავეში და მაინც ჩასული ქვეყანაა, როგორც ბოლო 60 წელია, ხო? მაშინ როდესაც შეეძლოთ იყვნენ აყვავებულები. იმხელა პოტენციალი აქვს კუბას. შესაბამისად, მარტო ამერიკის სანქციები და მარტო ესეთი სადამსჯელო ღონისძიებები ჩვენ არ გვეყოფა, ამათ ახლა იმდენი ფული აქვთ ნაძარცვი და მოხვეჭილი, რომ თვითონ კი ეყოფათ. და ქვეყანასაც რაღაც თვალსაზრისით მთლად შიმშილამდე არ მიიყვანენ. ბოლოს და ბოლოს რუსეთი და ჩინეთი იტყვიან. აი როგორ რა მექანიზმით იქნება ეს საშუალება, რომ ჩვენ ეკონომიკურ კრიზისში არ აღმოჩნდეთ. პირობითად ჰიპოთეტურად წარმოვიდგინოთ, რომ ვიზა ლიბერალიზაციაც შეჩერდა, მეგობარი აქტიც ამუშავდა და კიდევ უარესი რაც იყო იქ ჩანაწერში SWIFT-ის, ასე თქვა, SWIFT-დან ჩახსნეს. აქ ამ შემთხვევაში ჩვენ რა ნაკადით ვიკვებებით, ანუ წვეთოვანი საიდან მოდის?
მე არ ვარ ეკონომისტი და ეხლა ამაზე კვალიფიციური მსჯელობა გამიჭირდება, მაგრამ აი ეს თეორიულად რომ ვთქვათ, თავიდან ხო ასე დავიწყეთ, რომ თეორიულად ვიმსჯელოთო, არის თუ არა რუსეთის, ირანის და ჩინეთის ინტერესებში, რომ საქართველო იყოს მათი გეოპოლიტიკური ბანაკის ნაწილი. არის ხო, ბუნებრივია. 3 მილიონი ნახევრიანი საქართველო არის უმარტივესი შესანახი. წარმოვიდგინეთ ხა ჩინეთმა, რუსეთმა და ირანმა რო გადაწყვიტონ, რომ მოდი ახლა იმდენი ჩავასხათ საქართველოში, რომ ამ ქვეყნის მართლ რეჟიმს არ გაუჭირდეს. საერთოდ ის არაფერზე არ არის. ჩავასხათ თან იმაზე კი არ არის საუბარი ვიღაცა რაღაც პირდაპირ აიღოს და ფული მისცეს. არაფერი რა, ხელი შეუწყონ რა, ცოტა მეტი ტურისტი ჩამოვიდეს, ცოტა მეტი ვიღაც ჩინური კომპანია შემოვიდეს. რუსებმა კიდე რა ვიცი, ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტზე 20,000 რუსი ჩამოსულა, ხო? აი რაღაც ეგეთებზეა საუბარი, რაც საშუალებას მისცემს რეჟიმს, რომ შეავსოს ნაწილობრივ მათ შეავსოს დანაკლისი, რომელსაც განიცდის აი ამ დასავლური წყაროების ჩაკეტვის შედეგად. და მეორე, რასაც აკეთებენ კიდევაც ახლა მანქანების რეექსპორტი და ისეთ რაღაცეებზე არის საუბარი, ხო აი ყირგიზეთში და ყაზახეთში გაასმაგებული როა თუ 100% გაზრდილი ბოდიში. შეიძლება გაათმაგებული, ზუსტი ციფრი არ მახსოვს. აი ეგეთი რაღაცეები, რაც სინამდვილეში ამათი ნიშაა და მათ საშუალებას აძლევს, რომ აი ეს კოლოსალური თანხები მოიხვეჭონ, რომელზეც ბოლო ხანებში მიდის საუბარი. არჩევნებზე რა სიტყვა? ანუ არის ორი პოზიცია. მონაწილეობა არ მივიღოთ მონაწილეობა. შენ როგორი პოზიცია გაქვს? ხო, იმედია რიტორიკული კითხვაა, იმიტომ რომ არჩევნებში მონაწილეობა დღეს არ განიხილება, მე მგონი არც სწორია, არც საღაზთან არის მიახლოებული, ელემენტარულად იმიტომ რომ არჩევნები არ ტარდება. თან ჩვენ საუბრობთ იმ რეალობაზე, როდესაც 2024 წლის არჩევნების ლეგიტიმურობა არავინ არ ცნო. არსებობს ათობით ფაქტი და გარემოება, რის გამოც ეს არჩევნები იყო არალეგიტიმური და მათი შედეგი არ არის ლეგიტიმური და ამ გარემოებებიდან არათუ არც ერთი არ შეცვლილა უკეთესობისკენ, არამედ ყველა შეიცვალა უარესობისკენ. დამკვირვებელი არ იქნება, სიების манипуляცია გრძელდება, სუსი, შმუსი, ძველბიჭობა, უკანონო ფული, ადმინისტრაციული რესურსი, კალანდარიშვილი, ცესკო, კანონმდებლობა, ეს რუსული კანონები, ფარა და ასე შემდეგ, ანუ ქვეყანაში უკვე იმის მერე რაც ქონდა ოქტომბერში შარშან, ანუ ფუნდამენტურად უკან გვაქვს რამდენიმე დიდი ნაბიჯი გადადგმული და ამ ვითარებაში, ანუ რაც თავარია მთელი პოლიტიკური სპექტრის ლიდერები ციხეში არიან, რა არჩევნებზე ვსაუბრობთ, ანუ ხო, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. რაზე ვლაპარაკობ, თან გამოყავთ მართლა ვიღაც ივანიშვილის ცხენი და გეუბნება რომ ანუ მომმართე და შეგიწყალებ. თან ახლა ცხადია ეგეც დაუწერეს, იმიტომ რომ მანამდე ყობახიძემ თქვა მიმართონ და შეიწყალებსო. ხო და რას ქვია ეს მომმართე და შეგიწყალებ, ამაზე არავინ არ წამოიგება. ვიცი რომ ნამდვილად ეს არის პოლიტიკოსების განწყობა, ვინაიდან არჩევნებში, ბჭყალებში არჩევნებში მონაწილეობა იქნება აი ამ რეჟიმისთვის რაღაც სახის დაბრუნება რეალურად, რაც ვერც კი წარმომიდგენა ვერ შევაფასებ, რომ ცუდი სახციელი კი არ იქნება, ვერ შევაფასებ, იმიტომ არავინ არ აპირებს ამის გაკეთებას. მე რატომღაც გონია რომ ბოლო მომენტში ლელოც გადაიფიქრებს. გახარიაზე ამას ნაცხადია ვერ ვიტყვი, არ ვიტყვი, მაგრამ გონია რომ ლელოც გადაიფიქრებს, იმიტომ რომ ანუ არჩევნები რომ სერიოზულად რო ფიქრობდი არჩევნებში გასვლაზე და მოგებაზე, რაღაც მათემატიკურად ხუნა დაალაგო აი ვის რამდენი ხმა აქ რა და როგორ ხა. ლელოს კოალიციაში 4 პარტია ყავდა, აქედან 2 არ გადის არჩევნებზე, დარჩა 2 პარტია. ნუ ხა ელისაშვილის პარტიას ვერ დაუძახებთ, ხო? რაღაც ერთკაციანი ის არის შოუა. და თვითონ ლელოდან იმ დღეს როცა თქვეს რომ არჩევნებში გავდივართო, ლამის ნახევარი პოლიცაბჭო გავიდა. ყოველ შემთხვევაში ამ პროცესს გაერიდა, ხო? შესაბამისად, რაზეა საუბარი, ანუ ვის იმედად, რის იმედად შეიძლება გავიდეს ეს პოლიტიკური ძალა არჩევნებზე და რის იმედი შეიძლება კონდეს სანაცვლოდ. ამიტომ გონია რომ მე იგონია რაციონალური ხალხია, პატრიოტი ადამიანები არიან და მართლა მჯერა რომ აი როცა იქნება დღეს არა და ხვალ ისინი მიიღებენ გადაწყვეტილებას რომ არ გავდივართ ამ არჩევნებში და გახარიაზე ახლა მეორე პარანაირი იუზია არ გამაჩნია რომ ჩემთვის მაინც ოპოზიციად არ მიმაჩნია გახარია. კი ბატონო, ჩემთვის მაინც გაუგებარია ის რომ აი ადამიანები რომლებიც წავიდნენ აი ამ რაღაცა სამოქალაქო თავგანწირვაზე რომ აირჩიეს დაუშვათ ციხეში აბსოლუტურად დაუმსახურებლად წასვლა, მაგრამ ეს სამოქალაქო პოზიცია ძალიან პრინციპული მომენტი იყო. აი ამ პოზიციის შემდეგ მაინც
არჩევნებში მიიღო მონაწილეობა რა ფანტასტიკური იდეით, რომ ანუ მერობას გამოგლიჯავთ. ზოგადი ასე თქვათ განწყობა სავარაუდოდ ასეთია, რომ თბილისში მართლაც ობიექტური არჩევნები რო იყოს, უბრალოდ შეუძლებელია გაიმარჯვოს დაუშვათ ხელისუფლების კანდიდატმა. მაგრამ მაინც ხომ დაკავშირებულია ფინანსურ, მორალურ, სამოქალაქო მზაობასთან, რომ ახლა შეხვიდე საარჩევნო კონკურენციაში და საარჩევნო კონკურენციაში რომ შეხვიდე ეს უკვე ინსტიტუციური პროცესი არის, ეს აბსოლუტურად სხვა პოლიტიკური ვითარებაა და ამ ვითარებაში ქუჩაშია გადასული პოლიტიკა ერანაირად. არასერთ არჩევნები არ ტარდება, აი წარმოიდგინეთ იქ ცესკოში, იმ ოთახში, სადაც ჯამდება არჩევნების შედეგები ვინ ზის? ზის, ანუ რუსები ზიან, ხო? რუსები არიან მარტო არ ვიცი, ზოგს ცესკოს თავმჯდომარე ქვია, ზოგს რუსის უფროსი ქვია, ზოგს შეიძლება ვიღაც გერუს ოფიცერი ქვია და ასე შემდეგ. იქ სხვა არ ზის, აი რასაც უნდა იმას დაწერენ. კი ბატონო. ანუ არ აქვს თბილისში რა სურათია სოციოლოგიური კვლევებით, ამას მნიშვნელობა არ აქვს. აი რასაც უნდა იმას დაწერენ. როგორც წინა არჩევნებში დაიწერეს 1,100,000, ხო კარგად ჟღერს. ანუ აი თქოს მოდი ეს ციფრი დავწეროთ და ეს ციფრი დაწერეს. აი რასაც უნდა იმას დაწერენ. სტალინური მეთოდებია, ხო, ვინც ითვლის ის იგებს. ხო, თვითონ ითვლიან მარტო, ანუ დამკვირვებელიც არ არის. ანუ ამბის გამომტანიც არ არის. რა არჩევნებზეა საერთოდ საუბარი, რა მიამიტობა არის ეს? ვისთან შევდივართ? ვინც ადრე იყო ეს ფრაზა, ხო, ანუ შულერთან არ უნდა დაждდე მაგიდაზე კარტის სათამაშთან. შულერი, აპრიორი შულერია. სხვა არაფერი არ იცის. ეს არის მაგის საქმე და ამისთვის მუშაობს წლებია. რომ ჩაბეტონდეს იქ სასამართლოს მთლიანად გამოაცალოს შინაარსი და რაღაც მართლა ნოტარიუსად აქციოს, პარლამენტი, სუსი, პოლიცია, ძველბიჭობა, ადმინისტრაციული რესურსი, მასწავლებლები, ექიმები, მოსყიდვები, რაღაც სქემები, გაყალბებული სიები, უცხოეთში მყოფი ქართველები, რომ აქ მაშინ რა ქვია, ბაზაში იციან უცხოეთში ვინ არის და აქ კარუსელი ვინ შეიძლება დაატრიალოს, გადასატანი ყუთები 65,000 შემთხვევა იყო დაახლოებით რეგისტრირებული, ანუ 65,000 ჯერ შეეძლოთ გაეტანათ გადასატანი ყუთი. და ამ 65,000-დან რა ვიცი ოპოზიციას და დამკვირვებელს რამდენის გაყოლის რესურსი ჰქონდა? 1000 ის არ ვიცი, ანუ იდეაში რამდენჯერაც გავიდოდნენ, შეეძლოთ დაბრუნებული იყვნენ იმდენჯერ, ღმერთმა უწყეს რამდენი ბიულეტენით შიგნით ჩაყრილით, ხო? რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ? ვის ვატყუებთ, თავს ხوار ვიტყუებთ? მადლობა ზესა. მე მგონი კარგად და ბევრი რაღაც საკითხი შევხვდით. შეიძლება რაღაცები დაგვრჩა, მაგრამ მაინც ძალიან ბევრი ინფორმაცია მოვიცავით. მეგობრებო, ეს გახდა ზაზა ბიბილაშვილი, მე ირაკლი მეფარიშვილი, გადაცემა პროექტი ვერიტას ამით სრულდება. მომავალ შეხვედრამდე. ნახვამდის.